ანუ მირონი როდის ხატებს ამაზე რა უნდა გითხრათ? თუ მირონიდის, ესე იგი მირონიდის. ღვთის განგებით. ღვთის განგებით ხდება, ხო? რა თქმა უნდა, სასაულებია. სასაული, სიტყვა სასაულის მნიშვნელობა თუ კარგად დაკვირვები ხართ სასაული. სასაული მაგდახეთ ჩვენ გვაქვს სიტყვები, რომელიც ადრე იყო უ, მერე ჩაანაცვლა ვ. დროთა განმავლობაში. საშუალო, ახლა გახდა საშვალო. სასაული, სასავლო. სასაული, სასავლი არის, სასავლი. სასაული სინამდვილეში ყველაფერი რაღაცას გვასწავლის. ქმედება, რომელიც ვერ იხსნება და რაღაცას გვასწავლის, ის არის სასაული. და თუ რამეს არაფერს გვასწავლის, ის არ არის შეთვის სასაული. უს მაგივრად ჩასვი ვუ არის ეს სასაული. ძველი ქართული გაგებით სასაული ნიშნავს ქმედებას, რომელიც რაღაცას გასწავლის. და თუ ესეთი ქმედება არაფერს გასწავლის, ანუ შენთვის ის სასაული არ არის. არ არის სასაული, მასწავლებლო კი ლაპარაკა, გაგვეთრესა, მაგრამ მოსწავლე თუ არ გაიგო, მოსწავლისთვის კი არ არის რამე, კი აფერი უსწავლია. ასევე მაგი ახსნა, მაგრამ მოსწავლე აფერი გაიგო. თუ გაიგო, მაშინ არის სასწავლი ლექცია ჩაატარო მასწავლებელმა. თუ ვერ გაიგო, არა სასწავლი, უბრალოდ ყურის ბარაბანი ეგრეთ წოდებული, თქვა ირხეოდა და ვერ გაიგო. ეს კი ხო არის, იგავში რო არის, რა ქვია, მიწაზე დავარდნილი, გზაზე დავარდნილი კაკალი რო არის. უბრალოდ გაიგო, დავარდა კაკალი დამთავრდა, მოვიდა შმაკი აკიკარა წაიღო. სასწავლი, სასწავლი. რას გვასწავლის მირონი რომ მოდის ხატებს? აი რას გვასწავლის? გვასწავლის იმას, რომ ხატებისადმი უნდა ქონდეს პატივისცემა. ეს ერთი. მეორე გვასწავლის, რომ იქ ვინცაა გამოსახული იმ ხატზე არის ჭეშმარიტად წმინდანი და სიწმინდე. ამას გვასწავლის. კიდე რას გვასწავლის? უნდა ქონდეს მეტი პატივისცემა და მოგზალება, მორიდება სიწმინდეების მიმართ. ამას გვასწავლის. თუ ჩვენ არაფერს ვსწავლობთ, ირონი, თქვა ვიცი ხოლმე, ბზობა ახლოვდება, ახლა აგედა, ბზაგია, მთელი ბზის ხეები რომ მოთხარდა, იაროთ ეგრე აზრი არ აქვს, თუ შენ არ შეიცვალე თქო. ნათლისღების დღეს მთელი მდინარე რომ მიუშვა, იორდანის წყალი რომ მოუშვა, შენ ეზოში აფელი არ შეიცვლები, რაც ხარიც იქნები, შენ თუ შინაგანად არ იცვლები. აი მაგალითად კიდე აი სახლის კურთხევა. აი ვაკურთხოთ სახლი და კაია სახლი ვაკურთხეთ. სახლი სახლს აკურთხებს ადამიანი. სახლი კი არ განწმენს ადამიანს. ადამიანი წმენს სახლს. გინდა შენი სახლი განწმენდილი იყოს? კი, მერე გაიწმინდა შენ თვითონ. და ვეღარაფერი ვეღარ შეძლებ შენ სიკვდილს მოქმედებას. შენზეა დამოკიდებული ეს. როდესაც ზაქესთან შედის იესო ქრისტე იჯდნენ უკვე ინახით და სუფრასთან იჯდნენ. გადის ზაქე და კედლებში დამალ ქონება გამოაგდა არიგებს. ეი მაშინ ამბობს, ზუსტად მაშინ ამბობს, მაცხოვარი. დღეს იქნა ცხოვრება სახლს ამასაო. თვითონ რო გადააბიჯა იესო ქრისტემ, მაცხოვარმა ჩვენმა ზაქეს ზღურბს. მაშინ კი არ თქვა, მე შემოვედი ამ სახლში და რადგან მე შემოვედი, მოვიდა ცხოვრებაო. ასე კი არ უთქვამს. როდესაც ზაქე შეიცვალა, მერე თქვა მაცხოვარმა, მერე თუ არა მრავალი ადამიანების სახლში იყოს შესული, მაცხოვარი ყველა კი არ გაწმენდილა. სამი მიცვალებული აღადგინა მაცხოვარმა, მეტი არ მოკვდა რა 3 წელიწად ნახევარში? როგორ ფიქრობთ? უამრავი ხალხი რო ეხვია და მარტო ერთი დედაკაცის შეხებით რო განიკურდა ერთ დედაკაცი და ვინ შემეხო მეო კითხვას რო სვამს და პეტრე მოციქული გაკვირვებული ეკითხება უფალო ვინ შემეხო სვამ უამრავი ხალხი ანუ ჭყლეტაში ვიყოფებითო და რატო რა კითხვა არის ეგო გაუკვირდა პეტრეს ძალის გასვლა ვიგზენიო დანარჩენები რატო არ განიკურდნენ ქრისტეს არ ეხებოდნენ თქვენ გონიათ ვინც ეზიარება ყველას ეძლევა ცოდვათა მიტევება ვისაც არ ეძლევა ცოდვათა მიტევება უჯუბესი არ ეზიაროს იმიტომ რომ საჯელად ეძლევა მას თუ იქ არ არის
ვაიმე ღირსი არ ვიქნებ, ღირსი არავინ და რო ჩვენ ზიარების. მაგრამ განცდა იმისა, რომ ღირსი არ ახარ ზიარების, აი ეს არის ღირსად ყოფნა უკვე. განცდა რომ არ ახარ ღირსი. თუ შენ ამის განცდა არ აგაქვს, რატო არ ნოვეზიარო აპარა? და შაშვით მარტივით აღებს ხოლმე პირს. განცდა არ აგაქვთ? არაფერი არ იცი. კი, შაშვით მარტივით, კი. დიდი მადლობა მოსმენისთვის.